Თავადზე ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ ულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი და რამა შენგელია. სწორედ რამა შენგელიამ გადაწყვეტა დავით ყიფიანს და დაიწყო ეს მატჩი. სტუმართა გუნდის უფროსი მწვრთნელი გახლავთ ვასლავ ეჟეკი, ხოლო მისი თანაშემწე კლემენს ვესტერჰოფი. თბილისის დინამოსთა გუნდის უფროსი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი სპორტის ოსტატი ნოდარ ახალგაზრდა. გუნდის უფროსი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი სპორტის ოსტატი გახია ზადიანი, მწვრთნელები საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი სპორტის ოსტატი სერგო გუდივაძე და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ივი ნოდია. მეკარე ჯობ ჰილე და რამა შენგელია თბილისელთა მე-11 ნომერი. ჩვენი სტუმრები, ჰოლანდიელი ფეხბურთელები მოვჭიდროთ მეურვებენ თბილისელები, დავით ყიფიანი თამაშობს კარგად. და პირველი საფეხბურთო მდგომარეობა. მარჯვენა ფრთიდან დღევანდელ მატჩში პირველ კუთხურ ჩამოვასწრიან თბილისელები, ხედავთ ვლადიმერ გუცაევს, დავით ყიფიანი, საჯარიმოზე კი თენგიზ ულაქველიძე, სვანაძე და შენგელია. სვანაძე თამაშობს. Aki დინამოსთა გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე და მეკარე ოტარ კაპელია. დავით ყიფიანი. და არავის არ გაუკვირდება თუ მას დღევანდელ მატჩში პერსონალური დარაჯი ეყოლება. ეთამაშობენ თბილისელები, სულაქველიძე, დარასელია საფეხბურთო მდგომარეობა. შეხვედრის მესამე წუთი და ჰოლანდიელთა კართან უკვე მეორე შეიქმნა საფეხბურთო მომენტი. ეს გახდათ ვიტალი დარასელია, რომელიც რჩებოდა მეკარე ჯობ ჰილესთან პირისპირ. ჰოლანდიელი ფეხბურთელები იბრძვიან ბურთისათვის. სვანაძე ცდილობდა ბურთის აწმევას, შემდეგ ანდრეი სტაფლიუ, ასთვის მარცხნივ. და თამაშობს ივან ნიცენი, მეორე ნომერი სტუმართა გუნდისა. აუც ფეინორდის ფეხბურთელები აზრდიან. ეს კალბო ოტარ კაპელია. როგორც ჩანს დღეს ნახევარმცველის მოვალეობას ასრულებს, ის რომ თბილისელები ორი თავდამსხმელით თამაშებენ. ჯერჯერობით ასეთი შტაბეშტილება რჩება ალბათ თქვენს ტელემაყურებლებს. ჩივაძე თამაშობს კარგად. სტაფლიუ. მოედნის ცენტრში თითქმის ყველა ბურთი მისდის სტაფლიუს. აი სწორედ მას ხედავთ თქვენს ეკრანებზე. ჰოლანდიელთა მე-4 ნომერს. ეს კი ბოუენსია, რომლის შესახებ მე უკვე ესაუბრეთ. ნელსონი იგავებს ათგულს თავდამსხმელისა. ჩარიმდებიან ჰოლანდიელი ფეხბურთელები, მაგრამ საჯი იქვე ანიშნებს, რომ შეიძლება თამაშის გაგრძელება, რადგან ბურთი თბილისელები იყო. ვლადიმერ გუცაევი. შეიძლება ჩამოწოდება. დენ ვეინსტაგერსი ასთვის ბურთს, მეკარე ჯობ ჰილეს. ჯარიმდება. თბილისელთა საჯარიმო წინახასთან ხედავთ სამ ჰოლანდიელ ფეხბურთელს, თუმცა გადაიფიქრეს ბურთის ჩაწოდება გაბელია. და ეს თაში თბილისელთა მეკარეს ეკუთვნის. საკმაოდ სპიერად დაარტყეს ახლა ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა თავადზე და შენგელია. თბილისელთა საუკეთესო ბომბარდირი ევროპული ტურნირის
მატჩებში რამა შენგელია ჯარიმდებიან ჰოლანდიელები. შოტა ხინჩაგაშვილი. კარგად თამაშობს შენგელია თავაზე. ისევ თავაზე გუცაევია იქ საჯარიმოზე, მაგრამ ცენტრში არავინ არ იმყოფებოდა. გუცაევი ციროდან მარცხნივ აღმოჩნდა. ბოენსი დავით ლიფიემმა დაიხია უკან. ჯარიმდება თბილისელთა მე-10 ნომერი შეხვედრის. მე-6 წუთი დაიწყო 0-0. ანდრეი სტაფლიუ თბილისელები მოასწრიან თამას კოსტავას იანიშნებს შეხვედრის არბიტრი ერიკ პრისნიქსონი. უკანასკნელ წამს ბურთს შეეხო ერთ-ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი. შოტა ხინჩაგაშვილი და თენგის სულაქველიძე. სწრაფად დაიხიეს ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა და მისცეს საშუალება თბილისელებს, რომ თითქმის უბრძოლველად მოახლოდნენ მოედნის ცენტრს და გადავიდნენ მათ ნახევარზე. სულაქველიძე, წინ დარასელია. კარგად თამაშობს ვიტალი დარასელია. დაზღვევაზე ითამაშა ივან ნილსენმა, მაგრამ მისი თამაში საჭირო აღარ იყო, რადგან თბილისელები თამაშგარეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თავისუფალი დარტყმა სტუმართა გუნდის საჯარიმო მოედნიდან. ჯო ჰილე. თამაშობს კარგად დავით სვანაძე. ისევ ჩივაძე. სულაქველიძე დაიქცა, მაგრამ ბურთი თბილისელები არიან, თამაში გრძელდება თავაზე. უცაევი. რამდენ მატჩი ყველა თბილისის თავდამსხმელს ეხება თავისი პერსონალური მეორე. ან თუნდაც ფეხბურთელს, რომელიც არაა თავდამსხმელი ნომინალურად, მაგრამ აღმოჩნდება ჰოლანდიელთა გუნდის ნახევარზე. მჭიდრო მეორეობა შესთავაზეს შეხვედრის პირველი წუთებიდანვე ჩვენმა სტუმრებმა თბილისელთა გუნდებს. მატჩის პირველი ნახევრის მერვე წუთი მიიწურა 0-0. შემთხვევაში გაფრთხილების მისცემა შეიძლება. თუმცა არა, საჭმა თავი შეიკავა, სიტყვიერი შენიშვნით დაგმოყოლდა. ჯარიმას დავით ყიფიანი უხავს. საჯარიმოზე ჯერ არც ერთი ფეხბურთელი არაა. ყველა საჯარიმოს წინახალთან ახლოს. თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა თბილისელი. კერძო შენგელია. ეს ყველაფერი ამაოდ გაგეთდა. საჯის სასწვენი თავისუფალს დაარტყამენ ჰოლანდიელები. ბოენსი და სულაქველიძე ორი ნახევარმცველი შეება ბურთისათვის ორთა ბრძოლაში ერთმანეთს და ახლა ბოენსი აწვის აუზს. ეს კი ჩივაძეა. მარჯვენა ფრთიდან კუთხურს შემოასწრიან თბილისელები. კარგად კი შეიჭრა საჯარიმოზე კოსტავა, მაგრამ ასე
ასევე კარგად თამაშა თბილისმა, შემდეგ ისევ თბილისელი ფეხბურთელები თავად ზეიმის ბურთისათვის. თამაშგარი მდგომარეობა აღნიშნა საჭმა, ლავ შენგელი აღმოჩნდა. თამაშგარი მდგომარეობაში დარტყმა ჰოლანდიელთა გარიდან. მოსპისაუც კაპელია და სულაკველიძე იფიანი ინჩაგაშვილი სევკიფიანი თამაშგარი მდგომარეობა. ურთი მართალია აღმოჩნდა ჰოლანდიელთა გუნდის კარის ბადეში, მაგრამ ეს გოლი არ ითვლება, რადგან დარტყმამდე აღინიშნა თამაშგარი მდგომარეობა. განმეორებით ნახეთ. რამდენიმე სანტიმეტრით იმყოფებოდა წინ რამას შენგელი. ნუასია თუ ისე ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი მაინც მიესალმა. იმას რომ ბურთი აღმოჩნდა ჰოლანდიელთა გუნდის კარის ბადეში. მართალია ყველა მიცოდა რომ ეს ბურთი უკვე აღარ იქნებოდა. ინჩაგაშვილი დარასელია და სულაკველიძე. დარასელია ავაძე ყველა ჰოლანდიელი ფეხბურთელი საკუთარ ნახევარზეა იქ უცეევი თამაშობს. საჯი აჩერებს შეხვედრას საჯარიმოს ჰოლანდიელებს სამართლიანად უცეევთან ორთაბ ზოლაში ჯარიმდებიან ფეინორდის ფეხბურთელები. ლამდივი დახვდება გუცეევს სუჯაკ ტროსტი მესამე ნომერი შენგელია დარტყმა საოცარი ტრაექტორით ჩაეშვა ახლა ბურთი კარისაკენ თქო უნდა სურვილი იყო რომ კარში დასულიყო მაგრამ ეს ასე არ მოხდა მცირე მასალითაც და დარტყმა კარიდან ნახეთ განმეორებით თუ რა კარგად თამაშა რამას შენგელია ყველა საგონა რომ ბურთი დიდი მანძილით აცდებოდა გარს მათ შორის მეკარე ჯობ ჰილესაც, სწორედ ამიტომ არ მოახდინა რეაგირება ამ დარტყმულ ბურთს. ეს კი გაბელია, პირისელთა მეკარე, შოთა ხინჩაგაშვილი. სამეტი წუთი გავიდა შეხვედრის პირველი ნახევრის 0-0. კარგად თამაშობს შივაძე. თავგადირი თამაშას ჰოლანდიელმა მცველებმა. იფიანი ხინჩაგაშვილი ეს თაში ხინჩაგაშვილმა დაიმსახურა როგორც მაღალ ნახტომში კერდით ჩამოიყვანდა და შეძლო მისი დამუშავება. დებიან თბილისელები კერძოდ თავადზე რიჩარდ ბუდინგის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში. ბუდინგი სტუმართა გუნდში თამაშობს მერვე ნომერით. ეს კი დენ ვეინსტეგერსია. ჩივაძე მისევ სვანაძე. ჯანაფიქრი რა თქმა უნდა
კარგი იყო, მაგრამ ამ ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწევა. შემდეგ კოსტავას აგრესიულობა, აქტიურობა და ჯარი მდებიან კოლომბიელი ფეხბურთელები. საკმაოდ საფრთხე საჯარიმო დარტყმა გახლავთ. მანძილი დაახლოებით 19-20 მეტრი. თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ თბილისელი ფეხბურთელები. ორნი ერთად ეს შენგელია და დავით ყიფიანი გახლავთ. როგორც ხედავთ, ჩვენი სტუმრები ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობას ძალზე ხშირად მიმართავენ. ნახეთ განმეორებით, თუ როგორ მოხდეს ყველაფერი. ორივე ყიფიანი და შენგელია აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ. ხინჩაგაშვილი, სულაკველიძე, უცევი და სუჯაკ ტროსტი მის წინ. დარტყმა! თენგის სულაკველიძე ურტყამდა ძლიერად. ჩივაძე. ბოვენსი. სწორედ ბოვენსი აპირებდა ბურთის მიღებას. ახლა კი ბურთთან ბუდინგია. შენგელია. ხელზე მოხდა თუ ხელით ითამაშა? ხელით ითამაშა ახლა ივან ნილსენმა და ჯარიმას უთხრამენ თბილისელები. ხედავთ ეკრანებზე არბიტრს დღევანდელი შეხვედრისა ერიკ პრის ნიქსონს და დავით ყიფიანს, რომელიც დაარტყამს ამ ჯარიმას. შეიძლება დარტყმა და შეხვედრის მე-18 წუთზე სტუმართა გუნდის გარი გადაურჩა აშკარა გოლს. აი ნახეთ განმეორებით. დავით ყიფიანი ზუსტად შენიშნა ვიტალი დარასელია. იქ შესცენ მცველები. დარასელია დარჩა მეგარესთან პირისპირ. რა თქმა უნდა, თამაშგარე მდგომარეობა არ იყო, რადგან ითამაშეს დასაწყისში მცველებმა სტუმართა გუნდის მცველები. და ასე გადარჩა ფეინორდის გუნდის გარი. დავით ყიფიანი და გია თავაძე. ეს კონასტელი ასპრის ბურს საუდიდან. ისევ თბილისელები მოაწვდიან. ჩივაძე, სულაკველიძე და კოსტავა. ისევ აუტი ამჯერად აღმოსავლეთ ტრიბუნებს გვებოთ კლავ თბილისელები ასწვიან თამას კოსტავა. ვიტალი დარასელია ეს კი უფრო ჭიდაობას გავდა ვიდრე ფეხბურთს. ყიფიანი, კოსტავა მარჯვნივ. სახიფათო მდგომარეობა თაული დარტყმა თავაზისა. ახლო მანძილიდან. ნახეთ კიდევ ეს მომენტი ტელემაყურებლებმა. კოსტავა ასვლის მაღალ ბურთს. მეგარე შეცდა. თავაზის თაური დარტყმა, მაგრამ ბურთი როგორც ნახეთ, სულ მცირე მანძილით წდება სტუმართა გუნდის გარს. თბილისელთა უპირატესობა რომ გამოიკვეთ, ამაზე ალბათ ლაბარაკი ზედმეტია. ამჩნევთ ტელემაყურებლები. ეს დაფლივია მეოთხე ნომერი. სელია და გაბელია.
გუცაევი, თავაძე და გუცაევი, ასეთი იყო სურვილი თავაძისა, მაგრამ ვერ გაუგეს ერთმანეთს პარტნიორებმა, ცოტა უხეშათაც ითამაშეს ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა, ეს ვერ შენიშნებს საჯმა და ახლა ბურთთან ისევ თბილისელები არიან თავაძე და ჩივაძე. ხინჩაკაშვილი. ხედავ დღეს თბილისის დინამო მატჩი თავისი საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა. ეს კი გუნდის ექიმების დიდი დამსახურება, რადგან სათუო იყო რამდენიმე ფეხბურთელის გამოსვლა საერთოდ ამ მატჩში. გუნდიელთა სახიფათო იერიში მარცხენა ფრთაზე იქ სვანაძე ცდილობს ბურთის დაუფლებას. Tegeri, Chivadze aburneps burts, შემდეგ Bowensi და Daraseliya. საკმაოდ საფრთხე თამაშის ახალ ფილისელებმა, მაგრამ ყველაფერი როგორც ნახეთ, შვიდობიანად დამთავრდა. მატჩის პირველი ნახევრის 22 წუთი დაიწყო. 0-0. Ზე თამაშობს დავით, მაგრამ და ჯარით. ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა ხარი იდგინა. სარს თხოვა რომ ეთახმით შეეჩირებინა თამაში. ყველაფერი რიგზია, თამაში გაგრძელდა პუნქტით სტუმრები. Ostava. ეს პიერ ვერმიულენია, მეშვიდე ნომერი. და დაუტოვა პარტნიორს, იან ვან დეისენს. ამჯერად დაუტიდან ბურთს თბილისელები მოასწვდიან. თამას კოსტავა და კაპელია. დინამოთა გუნდის კაპიტანს მოუწია ახლა მეგობრის შეცდომის გამოსწორებად თავაძე და სულაკველიძე. მოედნის ცენტრში დავით ხიფიანი, რომელსაც დაძდევს ფერდალეს სტაფლიუ, შესაძლოა ვიცით, და წინ შენგელია მარცხნივ მარჯვნივ გუცაევი. კარგი თამაშობენ თბილისელები. გუცაევი თამაშგარეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სწორად მოიქცა ახლა კოსტავა რომ არ გადააწოდა. Svanadze. Gutsaevi. Tauridatma. Ari. Tengis Sulakvelidze. ეს მოხდა შეხვედრის 24 წუთზე. ნახეთ განმეორებით. გუცაევმა ჩამოაწოდა მაღალ ნახტომში თენგის სულაკველიძემ ზუსტად დაარტყა თავით და ანგარიში გახდა 1-0. ეს ბურთი გაიტანა თბილისელთა მერვე ნომერმა თენგის სულაკველიძემ. გუცაევი, სულაკველიძე და ფეინორდის გუნდის კარის ბატე. 1-0. მეორე ბურთია, რომელიც მიმდინარე საფეხბურთო სეზონში თენგის სულაკველიძემ გაიტანა მეტოქეთა კარში. მართალია პირველი ბურთი გადანილია საკავშირო ჩემპიონატის მატჩში. და მეორე კი ჩვენი კონტინენტის ერთ-ერთი უძლიერესი საკლუბო გუნდის ფეინორდის გუნდის გარშე აბრძოლა ბურთისათვის და აუცილებლად თბილისელები. 1-0. Chagashvili.
წავიდა წინ ნახევარმცველთა დასახმარებლად, შემდეგ ისევ სულაქველიძე თამაშობს კარგად და ეს დავით ყიფიანი. ბოუენსი. ოდინგი. 23 წუთზე დაბლიუ. გოლი ფეიენორდის კარში გაიტანა თენგიზ სულაქველიძე. ნომერი 8. Внимание. Гол на 23-й минуте в ворота команды Фейнорд из Роттердама. ხელი იდგინა შოთა ხინჭაგაშვილმა და დინამოთა გუნდის ექიმები მზად არიან სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თამაში გრძელდება, სევი და მეკარე ჯობ ჰილე. ხინჭაგაშვილი დაუბრუნდა მოედანს. თბილისელები სრული შემადგენლობით აგრძელებენ თამაშს, ბურთი თენგიზ სულაქველიძეა. სულაქველიძე მარკი გოსტავაკეთ მარცხნივ ყიფიანი. წინ დარასელი ანიშნებდა, რომ თავისუფალი იყო. ყიფიანი ხინჭაგაშვილი შანგელია რჩება მეგარსაფირის მისაღები მდგომარეობა დარტყმა და ცარიელი კარიდან გამოაქვთ ჰოლანდიელ ფეხბურთელებს ბურთი. კიდევ ერთხელ გადაურჩა ფეიენორდის გუნდის კარი გოლს თამაშობს თავაძე. გუცაევი შემდეგ თავით გამოაქვს ბოუენს დარტყმა და თამაშგარე მდგომარეობა აღნიშნა თამაშ საჭმელად. მაგრამ რა ხდება? ერთ-ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი საკუთარ კარში წაიქცა, როგორც ჩანს რაღაც იდგინა. და საჯი ზიამართული ხელით ანიშნავს, რომ დაინიშნა თავისუფალი დარტყმა. დარტყმენ ალბათ ჩვენი სტუმრები. ეს ხდება შეხვედრის პირველ ნახევრის 28 წუთზე 1-0 წინ თბილისელი ფეხბურთელები არიან, ჯერჯერობით ეს ერთადერთი ბურთი გატანილია თენგიზ სულაქველიძის მიერ. საუბარი იმაზე, რომ დღეს თბილისი დინამოთა გუნდის მეტოქე, ჩვენი კონტინენტის ერთ-ერთი უძლიერესი საკლუბო გუნდი ალბათ ზედმეტიცაა. ეთქმა ხედავთ ელექტრონ ტაბლოს 1-0 სულაქველიძის მიერ დიდი ბურთი შეხვედრის 23 წუთზე. დიახ, ფეიენორდი თავისი ქვეყნის 11 გზის ჩემპიონია. ფეიენორდი ევროპის ჩემპიონთა თასის, აგრეთვე უეფა-ს თასის, სუპერთასისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი გახლავთ. ერთადერთი ტურნირი, რომელშიც მას წარმატებისათვის არ მიუღწევია, ეს გახლავთ თასების თასი, რომელშიც აი წელს პირველად მონაწილეობს. სულაქველიძე ყიფიანი ორი ფეხბურთელი დაეცა, ერთი ჰოლანდიელი, ერთი თბილისელი და საჯი აჯერიმებს სულაქველიძეს. ბურთთან რენე ნოტენი და მე-11 ნომერი იან ვან დეისენი გახლავთ. თუ რომელი დაარტყამს, ამას ახლავე შევიდო. კაბელია თამაშობს კარგად. მეკარესთან უხეში თამაშისათვის ჯარიმდებიან ჰოლანდიელი ფეხბურთელები. საჯით სწორედ ამიტომ მიიჭრა ჯიქურ იქ სადაც ეს ყველაფერი მოხდა. წიტყვიერი შენიშვნები დაარიგა ჰოლანდიელი ასევე თბილისელი ფეხბურთელების მიმართ. თამაშობს დავით ყიფიანი. თქვენ ნახავთ განმეორებით თუ როგორ მოხდა ყველაფერი, უხეშად ითამაშეს ჰოლანდიელებმა. მართალია აღმოჩნდა თბილისელთა გუნდის გარეთ ბადეში. დასახმარებლად მდგომარეობა დარტყმა არის.
ვლადიმერ გუცაევი ამ გატანილი გოლის ავტორი, რომლის თავის მეგობრების გარემოცვაში აღმოჩნდა სულამდე ხმე წამის განმავლობაში. იმ ინციდენტის შემდეგ ძალზე სწრაფად გაიტანეს გოლი თბილისელებმა. მარჯვენა ფრთიდან ჩამოაწოდეს მეკარის საჯარიმო წინახასთან და აქ ვლადიმერ გუცაევი, რომელსაც ხედავთ თქვენს ეკრანებზე, არც თუ ისე იოლი მდგომარეობიდან აგზავნის ბურთს ჰოლანდიელთა გუნდის კარის ბადეში. 2-0 მატჩის 31 წუთი. ბურთი კი გატანილია 30 წუთზე. სვანაძე თამაშობს. გუცაევი. წინვალე თამაშობს ვლადიმერ გუცაევი. არ მოხმარა ბურთი მცველს, მაგრამ შემდეგ წამოეხმარენ ჰოლანდიელთა ბურთელებს. მათი პარტნიორები და თამაშობს მეკარე ჯობ ჰილე. ყურადღება. შეხვედრის 30 წუთზე გოლი ფეიენორდის კარში გაიტანა ვლადიმერ გუცაევმა, ნომერი 9. ასპიან ეს ხდება შეხვედრის პირველი ნახევრის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე, მაშინ როდესაც თბილისელები იგებენ შეხვედრას 2-0. სულაკველიძე Гол ворота команды Фейнорд. Забил Владимир Гуцаев. კარგად ეს აპლოდისმენტები თბილისელთა მეათე ნომერმა გაიმსახურა და მეკარე გაბელია. მართალია დავით ყიფიანმა დაიხია უკან, მაგრამ წინ მისი ადგილი დაიკავეს თავადზე დარასელია, რომ ნახევარდაცვის ხაზი არ შესრულდებულა. თავადზე დარასელია დარასელიასთან ერთად დაჯერდნენ ჰოლანდიელები. სვანაძე შენგელია წაიქცა, ამას ანიშნავს არბიტრი. თამაში გრძელდება და თამაშობს შოთა ხინჩაგაშვილი. ეს კი თენგის ულაკველიძეა. გუცაევი. ჰოლანდიელი საკუთარ ნახევარზე აქ მოდლის ცენტრში მარტო ჩივაძეა. სწორედ მან მიიღო ეს შოთა ხინჩაგაშვილი. სტაფლიუ და ყიფიანი. აღმოჩნდა თამაშგარეთ მდგომარეობაში. ადამიანს საკმაოდ გვიან მიიღეს ეს გადაწყვეტილება საჯებმა. ბურთი დიდხანს იყო ჰაერში და როდესაც დაეშვა ბურთი და მიიღო თავაზე, სწორედ მაშინაცია ალანი შეხვედრის ერთ-ერთმა თანამსაჯმეს იოჰანსონი გახლავთ. როგორც იცით, თამაშგარეთ მდგომარეობა ითვლება დარტყმის მომენტში. ჩვენი სტუმრები ჰოლანდიელი გამოცდილები რუდინგი ცდილობდა ბურთის დამუშავებას, ეს კი ჩივაძეა თავაზე. შენგელია. აუც მოასპიან თბილისელები. გუცაევი.
კარგად თამაშობს სვანაძე, ხიფიანი, ისევ სვანაძე. შენგელია. დარასელია. დიდხანს ტრიალებს ბურთი ფეინორდის საჯარი მომოედნის მიდამოებში და შემდეგ აუტი. თავადზე. დარასელია. რომ ბურს დაეუფლა დარასელია მას შემდეგ რაჩის პირველ ნახევრის დამთავრებამდე 2-0 წინ თბილისელები არიან. ეს ბურთები გადანილია 23 წუთზე სულაკველიძის და 30 წუთზე უცაევის მიერ. ბუდინგი თამაშობს. ბუდინგი და ჩივაძე. ჰოლანდიელი ფეხბურთელი მოედნის ცენტრში. შენგელია ვეღარ მიუს როგორც. კოსტავა. შენგელია, სვანაძე, ისევ შენგელია. თბილისელები მოასწრიან დარასელია, იბოვენცი შეცდა სტუმართა გუნდის მე-6 ნომერი დავით ხიფიანი. კოსტავა. სულაკველიძე კოსტავა. სამგუთადი კომბინაციის გათამაშება ჩაიფიქრეს თბილისელებმა, გამოუვიდა და მერვე ნომერი ბუდინგი ცდილობდა ბურთის მიღებას. ეს ჩივაძეა. სულაკველიძე. და არ თხარ ჩარიმას. დარასელიამ შენიშნა დავით ხიფიანი, მაგრამ მეკარემ დაასწრო ყველას. მეკარე ჯობ ჰილე. ჩქარობენ ჰოლანდიელი ფეხბურთელები და ეს გასაგებიცაა. მატჩის პირველ ნახევრის დამთავრებამდე რჩება 7 წუთზე ცოტა მეტ 2-0 წინ თბილისელი ფეხბურთელები არიან. ასეთ დასაწყისს კი ფეინორდის ფეხბურთელები არ მოელოდნენ. ჩივაძე, თავაძე, ჩქარობენ თბილისელები. ამის საშუალებას მათ ჰოლანდიელი ფეხბურთელები აწვევენ. სვანაძე. სტრაფი კონტრიერიში ჰოლანდიელი ფეხბურთელებისა დარტყმა კარიდან. როგორ თქვენ გაეცალით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე არიან. რა თქმა უნდა, არ იქნება ინტერესმოგლებული თუ სათადარიგო ფეხბურთელებსაც გაგაცნობთ. დინამოთა გუნდში ეს გახლავთ ჯოხაძე, ესენი არიან ჯოხაძე, შვანია, გაკილაშვილი, ხიზანიშვილი და მეკარე იბნაძე. ხოლო სტუმართა გუნდში სტელნი ბრარდი, იან პიტერსი, ჰანს გრენენდაიკი, კარლ დე ლუივი და მეკარე ტომ ვინ ინგლენი. დარასელია თამაშობს. ჩივაძე.
მარჯვენა ფრთაზე. თავისუფალს დაარტყამენ თბილისელები. კოსტავას გზა გადაუღებეს. და გუცაევი ემზადება თავისუფალი დარტყმის შესასრულებლად. კუთხური მარჯვენა ფრთიდან კუთხურს თბილისელები ჩამოაყრიან. ბურთთან ყველაზე ადრე გაშდნენ ჰოლანდიელი მცველები. და გუცაევი ჩამოასპის კუთხურს აქ საჯარიმოზე ხედავთ ყიფიას, სვანაძეს და შენგელიას და 7 ჰოლანდიელი ფეხბურთელი იყო. შენგელია ვერ მიუსწრო შენგელიამ ბურთს. შეცდა პიტერ პეტრსონი მეათე ნომერი ჰოლანდიელთა გუნდის შეეცია დავით ყიფიანი. სამწუთზე ცოტა მეტი შეხვედრის პირველ ნახევრის დამთავრებამდე 2-0 ჯერჯერობით ასეთი ანგარიშით იგებენ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები. საერთოდ კი ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასზე ამ გათამაშებაში თბილისელები ატარებენ თავის მე-7 შეხვედრას. წინა 6 მატჩიდან დინამოელებმა მოიგეს 4-1-დან დამტარდა ფრედ და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დასწმეს მატჩში სკოლა თბილისში ვესტჰემ იუნაიტედ. და ჩეხება ფეინორდს რა თქმა უნდა ისიც მე-7 შეხვედრას ატარებს, მან 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ბურთების შეფარდება თბილისელთა გუნდისა 11-2-თან, კატანილი 11, ამას დავუმატოთ 2 ბურთით, რომელიც დღეს გავიდა 2-თან, ხოლო ჰოლანდიელთა გუნდისა 16-7-თან. დღევანდელ მატჩში მათ 9 ბურთი მიიღეს. ჯარიმდებიან ჰოლანდიელები დარასელიასთან ერთად ბრძოლაში. საერთოდ ხშირია დღევანდელ მატჩში ჯარიმები, მაგრამ ისეთი სერიოზული ტრავმები, როგორც ხედავთ ელემაპრობლები არ ყოფილა. ესე იგი სტუმართა გუნდი გამოირჩევა უხეშობით ამის მაგალითად იმის თქმაც შეიძლება რომ სლავიასთან ბოლო მატჩში 4 ჰოლანდიელმა მიიღო გაფრთხილება და ერთ-ერთი არ იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს მისთვის მეორე გაფრთხილება აღმოჩნდა. საფეხბურთო თამაშისათვის დაჯერიმდა და თავისუფალს უთხრამენ ჰოლანდიელები. საკმაოდ მაღლა ასიაფეხი. შენგელია. ისევ შენგელია. მარჯვენა ფრთიდან დღევანდელ მატჩში პირველად უთევს შენგელია მარჯვენა ფრთიდან ვედოგის კარში და სვანაძე. ხელით ითამაშეს თბილისელებმა. ჯმარში აჩერა თამაში ბურთით ჰოლანდიელი ფეხბურთელები არიან და კარგად თამაშობს თამას კოსტავა. შეხვედრის პირველი ნახევრის უკანასკნელი წუთები. დარასელია. ოუენსი. მივეჩვიეთ იმას, რომ გუცაევის წინააღმდეგ მის პერსონალურ დარაჯებს ისე არ შეუძლია თამაში, რომ ერთ მატჩში რამდენიმე სიტყვიერი შენიშვნა არ მიიღო მსაჯისაგან, რა თქმა უნდა, უხეში თამაშის გამო და ძალიან ხშირად გაფრთხილებასაც იღებენ. ასტანგი სულაქველიძე პირველი გატანილი გოლის ავტორი, გაბელია. შეხვედრის პირველი ტაიმისა თავადზე
საჯი დასკერის წამზომს. სტაფლიუ სვანაძე მიუსწრებს ბურთს. კარგად თამაშობს სვანაძე, კოსტავა. გაისმის საჯის. მას მინძლობს. ესა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩი. თბილისის დინამო და როტერდამის ფეიენორდი. ასეთი რანგის მატჩი დინამო სტადიონზე ჩვენი დანმოელების მონაწილეობით ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ ინტერესი ამ მატჩისადმი ფრიად და ფრიად დიდია. როგორც იტყვიან, სტადიონის ტრიბუნებზე ნემსის ჩასავარდნი ადგილიც კი არ არის. შეხვედრის მეორე ტაიმი. დაიწყო მიმდინარეობს მეორე წუთი, ანგარიში პირველი ნახევრისაა 2-0. 2-0 თბილისელთა სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ ბურთები 23 და 21 წუთზე გაიტანეს სულაკველიძემ და უცაევმა. მე სიყვარულით მინდა უსაყვედურო თბილისის დინამოს, რომ მათ ამ დღევანდელ შეხვედრის პირველ ტაიმშიც გამოამჟღავნეს თავიანთი ერთი მთავარი სცენი საგოლე მომენტების გამოყენება. მოგეხსენებათ, ეს ახალი ამბავი არაა, ისინი ხშირად ვერ ეყენებენ ხოლმე საგოლე მომენტებს, ასე იყო ამჯერადაც დღევანდელი შეხვედრის პირველ ნახევარში. მე-17 წუთზე, მე-19 წუთზე, 27 წუთზე თბილისელებს სამჯერ ჰქონდათ კარის აღების ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობანი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ გამოიყენეს. თუმცა მოგახსენებთ, ეს სიყვარულის საბედურით იყო ნათქვამი, მათ ვერ უსაყვედურებთ. ისინი ძალზე ლამას ფეხბურთს აჩვენებენ მაყურებლებს, შემადგენლებს. აი ახლა შეტევა დინამოელთა ვლადიმერ გუცაევი მარჯვენა ფრთაზე ჩააწოდა საჯარიმო მოედანზე, გამარვის მეკარე ბურთი ხელთა აქვს. შემადგენლობაში ცვლილება არ მომხდარა, გუნდები იმავე შემადგენლობით თამაშობენ, როგორც პირველ ტაიმში. თბილისელები გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, სულაკველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია, სტუმრები ჰილენ, ნილსონი, ტროსტი, სტაფლიუ, ვეისტეკერსი, ოვენსი, ვერმიულენი, პუდინგი, ნოტენი, პეტურსონი, ვან დეისენი. თბილისელთა ნახევარი მარჯვენა ფრთა შეტევაზე არის სტუმრები, ეს გახლავთ პუდინგი ჩააწოდა გაბელიას ბურთი ხელთ აქვს და ხელითვე აწვდის სწრაფად რამას შენგელიას. აი ხედავთ მას მარჯვენა ფრთიდან მიიწევს წინ, გადახვეთა ცენტრალური ხაზი, გადავიდა სტუმართა ნახევარზე, ოდნავ შეჩერდა, შეანელა ტემპი, იქვე ახლოს არის გუცაევი, მიუღორა მას ბურთი, თვითონ საჯარიმო მოედნის წინახაზისაკენ გადაინაცვლა ვლადიმერ გუცაევი, რამდენიმე ცრუ მოძრაობა და კარგა ბურთი. სტუმრებმა შეხვედრის პირველი ნახევარი თუ ახლა სახიფათო მდგომარეობა, მაგრამ არა გვერდით, რომ საჯმა შემართა ალამი, ნიშანი იმისა, რომ ვლადიმერ გუცაევი თამაშგარი მდგომარეობაში იმყოფებოდა. მართლაც მსაჯების შესახებ მსაჯი მინდორზე მთავარი არბიტრი ერიკ ფრის ნიქსონი და ეხმარებიან მას ჟოლ იოჰანსონი და ინგემარ იოჰანსონი, შვეცია. ტაქტიკურ სქემაზე მოგახსენებთ. თამაშობდნენ სამი მცველით, 4 ნახევარმცველითა და 3 თავდამსხმელით. თუმცა ძალზე ხშირად თავდამსხმელებიც უკან იხევდნენ ნახევარმცველთა და დამცველთა დასახმარებლად. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოს შეხვედრის პირველ ტაიმში, პირველი 45 წუთის განმავლობაში საუცხოო მსაჯობა შვეციელ მსაჯთან. არც ერთი უხეშობა, არც ერთი წესის დარღვევა მათ ყურადღებიდან არ გამოჰყარვიათ. მართალია ხშირად ჰქონდა ჯარიმებს ადგილი, მაგრამ ეს უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ
თბილისელები ძალზე აშკარად სჯაბრნიდნენ და სჯობნიდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს ტექნიკურად. ცდელი იყო მათი შეჩერება გუცაევის და რასელიას ყიფიანის და სხვათა. შედევა დინამოელებისა დავით ყიფიანი, სულა კველიძე. კარგად შევიდა საჯარიმოზე, შეიძლება დარტყმა. ეს მომენტი შვენივრად ითამაშა ტენგისულა კველიძემ, უატყუა ორი მცველი, წინ გამოსული მეკარე ჯობ ჰილეც და ანგარიში 3-მდე გაზარდა. ეს ამბავიც შეხვედრის 52 წუთზე მოხდა. ეხლა სტუმრით სულიან ფეხბურთელს პეტერსონის ტოვებს. მინდორს მის ნაცვლად შემოდის დე ლუივი. ცენტრალურმა თავდამსხმელმა პიტერ პეტერსონმა ჯერჯერობით ვერაფერი გააწყო თბილისელ მცველებთან ორთაბრძოლაში და მწვრთნელმა ვაცლავ იაჟეკმა იგი შესცვალა. თბილისელთა ნახევარი მარცხენა ფრთა ოსტავა და ახლად შემოსული დე ლუივი. მან უხეშად ითამაშა, როგორც ნახეთ, ეს აქვე ახლოს ჩვენს წინ მოხდა. ვერ გეტყვით, რომ მან ისე უბრალოდ ბურთს მოუხნია ფეხი. ვფიქრობ, გამიზნული იყო ეს ფეხის მოხდება. ეხლა კვლავ შეტევა თბილისელი ფეხბურთელებისა. მხოლოდ დროებით სტუმრები ეუფლებიან ბურთს და გადმოდიან აქ თბილისელთა ნახევარზე მარცხენა ფრთით მოუკაცრავად მარჯვენა ფრთიდან მოიწევენ წინ თამაშობს ბუტინგი. ცდილობდა შესულიყო თბილისელთა საჯარიმო მოედანზე, მაგრამ იქ გაურღვეвэл ჯებირად დგანან ჩივაძე და ხინჩაგაშვილი. ეხლა თბილისელთა შეტევა, აი ჩივაძე, აი სორაბურთი, დაარტყა კიდევაც ძალზე ძლიერი. მეკარე ზუსტად მეუხდა მიმართულებას დახვდა ადგილზე კიდევაც, მაგრამ იმდენად ძლიერად იყო დარტყმული ჩივაძის მიერ. ბურთი რომ მისი ხელში შეჩერება ვერ შეძლო და უშნებით მოიგერია კუთხურზე. მეოთხე კუთხური იქნება დღევანდელ შეხვედრაში. აი ჩამოაწოდეს თბილისელებმა, შენგელია ურტყავდა შემოbrunებით, მაგრამ ბურთი ოდნავ ზევით მოხდა. ფეხზე აუსურდა, აეჭრა ფეხზე და საკმაოდ ზემოდან გადაეულო თბილისელთა უკაცრავად ტენგისულა კველიძე, ნომერი 8. ფეინორდის კარს. Внимание. 52 минуте гол в ворота Роттердамского Фейнорда. სტუმართა ნახევარი შენგელია და ყიფიანი. Номер 8. ყიფიანი მიწევს წინ აუარაგვერდიერ, შემდეგ მეორეც და შემდეგ ბოლოს მაინც უახერხეს. ეს იყო W. მეოთხე ნომერი და წააქცეს. გაითამაშეს საჯარიმო და კუთხური. გუცაევი ნახეთ როგორ შეიჭრა საჯარიმო მოედანზე და სოლებმა კუთხურზე გაგზავნეს ბურთი. მაპატიეთ მეც დავიბენი. საჯმა ერიხ ფრისნიქსონმა ჯერ ანიშნა კუთხურზე, კუთხურისაკენ პროფესორით გვერდით მომსაჯმა ანიშნა, მთავარი მსაჯი თითქოს დაეთანხმა, ხელით გააკეთა ეს მოძრაობა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და დანიშნა თავისუფალი საჯარიმო დარტყმა თბილისელთა კარისაკენ. ეს ყველაფერი დამთავრდა, ეხლა ბურთი აქვს ჩივაძეს, აწვის სულა კველიძეს. აი სულა კველიძე მოედის ცენტრში, მარჯვენა ფრთაზე გადააქვს თამაში, აქ კოსტავა მიიღო, კოსტავამ უფრო წინ გადაწოდა შენგელიას, შესანიშნავი გადაცემა, შენგელია ჩააწოდა ხალხთან. იქ თბილისელთაგან ბურთზე დროულად ვერავინ შეძლო გასვლა და დროსტმა იგი სტაპლიუმ პროფესორეთ აუჩი გაგზავნა. ბაშასე 10 წუთი გავიდა მეორე ტაიმისა, ეხლა თბილისელები კუთხურს შემოაწყვდიან მარჯვენა ფრთიდან. 10 წუთი გავიდა
3-0-ია, 3-0 გუცაევი აწვდის კუთხურს. მოკლე გამორბენი ჩააწოდა საჯარო მოედანზე, თავის ცდილობას შესრულდა ბურთს. სვანაძე ვერ შეძლო, შემდეგ ტარასელიას ძლიერი დარტყმა. და კიდევ კუთხური. ჯობ ჰილე თავგანწირული ნახტომით იგერიებს ბურთს. გაითამაშეს ამჯერად თბილისელებმა. აი განმეორებით ნახეთ თქვენ ეს მომენტი. ტარასელიას ძლიერი დარტყმის, ძლიერ დარტყმული ბურთი. ისევ სახიფათო მდგომარეობა. უტევენ თბილისელები. მოიგერიეს და თავად გადმოდიან. წინ უახლოვდებით საჯარო მოედნის ცენტრალურ ხაზს. იქ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი სვანაძის მხრიდან და დაჯარით. გაითამაშეს ჰოლანდიელი ფეხბურთელები ლოვენ ბურთს მარჯვენა ფრთა თბილისელთა. ნოტენი თამაშობს კარგად, შემდეგ ჩააწოდა კარტან, თავი თამაშობს ჩეგაშვილი. მოიგერია ბურთი, იქვეა სულაკველიძე. და თენგი სულაკველიძე დააჯარიმა საჯმა ერიკ ფრისნიქსონმა. იქვე ახლოს, სადაც კუთხური სალამია აღმართული, სტუმრები ჩამოაწვდიან საჯარიმოს. 6-7 ჰოლანდიელმა მოიყარა თავი თბილისელთა საჯარო მოედანზე 100-ზე კარტან გამორბის. გაბელია ხელით იგერიებს ბურთს, სახიფათო მდგომარეობა დარტყმა. ეს ვეისტეკერსი. ხედავთ მას ეკრანზე. იგი მარჯვენა განაპირა მცველის ფუნქციებს ასრულებს, ჩამოვიდა. წინ თავდასხმულთა დასახმარებლად დაარტყა კიდევაც, მაგრამ როგორც ნახეთ, ბურთს ადგილზე დახვდა ოთარ გაბელია. აი კიდევ ერთი შეტევა სტუმრებისა, მარცხენა ფრთა ეს დელუივი გახდა, ჩააწოდა, მაგრამ დავით ყიფიანიამ მიიღო ბურთი და ამუშავა და დინჯად გადასცა პარტნიორებს. მესამე გატანილი გოლის შემდეგ, უბრალოდ მესამე მიღებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ ჰოლანდიელი ფეხბურთელები და უფრო ხშირად ჩნდებიან იგი თბილისელთა ნახევარზე. ახლა თენგის სულაკველიძეს ხედავს კოჭლობით მოიწევს აქეთ დასტოვა მოედანი და მას ახლა სწრაფად აღმოუჩენენ დახმარებას. შეხვედრა კი გრძელდება. მარცხენა ფრთა ვლადიმერ გუცაევი სრულმოძრაობით გაექცა ვეისტეკერს, მაგრამ ვეისტეკერსმა წაქცია. აი თქვენ ნახეთ იქ თენგის სულაკველიძეს ეხმარებიან ექიმები. თბილისელთა შეტევა კვლავ გრძელდება. არაზუსტი გადაცემის შედეგად დაეუფლნენ ჰოლანდიელები, მაგრამ ასევე მათაც არაზუსტად ითამაშეს. შემდეგ თბილისელები არ დარჩნენ ბალში და საბოლოოდ თავისუფალი საჯარიმო დარტყმა. დაარტყეს კიდევაც ასევე არაზუსტად ბურთმა გადახვეთა გვერდითი ხაზი. საჯიანიშნებს მოაწოდეთო სულაკველიძე ჯერჯერობით მოედანს მიღმა, ზერგო კუტივაძეც მოვიდა იქ მასთან. მწვრთნელი თბილისელთა აი ეკითხებიან შეცვლა ხომ არ სულსო სულაკველიძეს. ოთარ გაბელია ყიფიანმა მიიღო მკერდზე, მშვენივრად მოატყვა ირსონი, იწევს წინ მარცხნივ გაგზავნა ბურთი გუცაევია, მიიღო გუცაევმა და ამუშავა. სრულმოძრაობა გაექცა ერთს, შემდეგ მეორე, შევიდა საჯარო მოედანზე, აქციეს და საჯი რა ნიშანს იძლევა საჯი? თავისუფალი საჯარიმო დანიშნა საჯმა ერიკ ფრისნიქსონმა. როგორც ჩანს, ეს ამბავი არ იყო იმ კატეგორიის დანაშაული, რისაც 11 მეტრიანი ინიშნება ხოლმე.
ნოდარ ხიზანიშვილი მე-17 ნომრით შემოვიდა მოედანზე თენგიზ სულაქველიძის ნაცვლად. თბილისელები კი საჯარიმოს დასარტყმელად ემზადებიან. სტუმრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი, ეფიანია ბურთთან ახლოს. ვინ დაარტყავს? პროსოლეთბის გაუგორებს დათო ბურთს. გაუგორა ჩივაძემ დაარტყა ლიერა! და არა ზუსტად. ბურთი ასწდა ჯობ ჰილეს კარს. ყურადღება თბილისის დინამოს შემადგენლობაში 16 წუთი მეორე ტაიმისა. 3-0 თბილისელთა სასარგებლოდ. ნოდარ ხიზანიშვილი სტუმართა ხელვარი თამაში და ჯარიმდებიან. გაითამაშეს საჯარიმო თბილისელებმა. მუსაევი მარცხენა ფრთაზე მოძრაობა შეიჭრა საჯარიმო მოედანზე 100-ია კარტად. კოსტავა მეეწია ბურთს, მაგრამ საჯმა შეაჩერა თამაში. მე ვფიქრობ, რომ იქ ვლადიმერ გუცევის ბურთი გაექცა პირით სიგით. მოედნის შუაგული. ეხლა ჩინებულად ითამაშა რამაზ შენგელიამ, იგი მიიწევს წინ, შევიდა საჯარიმო მოედანზე, სრულ მოძრაობა. და ზედმეტად დააყოვნა, რაც მას არ შვევია და დაჰკარგა კიდევაც აშკარა რეალური საშუალება ანგარიშის 4-მდე გაზრდისა. აი ნახეთ განმეორებით ეს მომენტი, როგორ შეანელა მოძრაობა. შენგელიამ უფრო ადრე, ვიდრე ძველს გაუშვებდა წინ. რას იზრდებთ? ასეც ხდება. და უფრო უჭირთ წაგრძევის შემდეგ წამოდგომა თბილისელ ფეხბურთელებს. სტუმრები მოაწვდიან აუტიდან ბურთს. მოაწოდეს. კოსტავა თამაშობს. არღვევს თამაშის წესს და ჯარიმდება. გზავნისინ ნოტენის გუნდის კაპიტანი ეუფლება ბურთს. მისი სწრაფად გაჩნდა ჩივაძე, გადააწოდა ნოტენმა, მაგრამ არა ზუსტად ხეფიანი დაეუფლა და ზუსტად გადააწოდა შენგელიამ გაატარა ბურთი გუცაევია. გუცაევის მარცხენა ფრთიდან მიიწევს წინ, უახლოვდება საჯარიმო მოედანს, სრულ მოძრაობა გაექცა კიდევაც, მაგრამ ისევ უხეში თამაში და აი საჯი ერიკ ფრის ნიქსონი იზოლებულია, ამოიღოს ყვითელი ბარათი. გაითამაშეს საჯარიმო, ეფიანის დარტყმა ძლიერი და არა ზუსტი. თბილისელებმა განმეორებით უნდა დაარტყან ეს საჯარიმო, რადგან საჯს არ ჰქონდა ნიშანი მიცემული, მან თავის უწყისში თავის ბარათში აღნიშნა დამნაშავე. კიდევ ერთი ცვლილება თბილისელთა რიგებში. რამაზ შენგელია, მე მოგახსენოთ, რომ წაგრძევის შემდეგ მას გაუჭირდა წამოდგომა, სწავლებს იმდორს. ვაჟა ჟვანია შემოვიდა მის ნაცვლად. თბილისელები უტყავენ საჯარიმოს. საჯმა მისცა ნიშანი, ბიედმა მშვენივრად გაათამაშა ბურთი. გუცაევს კვლავ გაექცა ბურთი პირისხას იქით.
მაშასე შენგელია და სულაკველიძე გამოვაკლდნენ. თბილისის ეკებს დღევანდელ მატჩში რამაზ შენგელია დაიკავეს შვანიამ და ხიზანიშვილი. ვაჟა შვანი. მე მოგახსენეთ ადრე რომ დემსის ჩასავარდნი ადგილი არ არის თბილისის დინამოს სტადიონის ემონებზე მეთქი. აი ახლა ტაბლოზე აღნიშნეს რომ დღევანდელ მატჩს ესწრება 80,000 მაყურებელი. 80,000. Команде «Динамо Тбилиси» замена. Костава. Рамаза Шенкелия. Атудис Хинчагашвили. На поле вышел Важа Жвания. Хизанишвили. Номер 14. და თბილისელები უკვე დინჯად ათამაშებენ ორს. მათ უკვე გააკეთეს ის, რაც აუცილებელი იყო დღევანდელ შეხვედრაში. მიხავთ ანგარიში 3-0-ზე. აუტი. დაგიკითხოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრების ენორდის მწვრთნელის ვაცლავ იეჟეკის აზრი თბილისის დინამოელებზე. დინამოელებმა დაამტკიცეს მაღალი კლასის ევროპული კლუბის თავიანთი რეპუტაცია. ისინი ტექნიკურები არიან, ძალზე მკვირცნად თამაშობენ და იმპროვიზაციის უნარიც შესწევთ. მე ვფიქრობ, რომ მისი შეხედულება თბილისელთა შესახებ თბილისელებმა ჭეშმარიტად გაამართლეს. სვანაძე ყიფიანი. სვანაძე. საჯის სასწაულმა. საჯმა შეაჩერა შეხვედრა. სვანაძე გააჯარება. გავითამაშეს მეგარებმა და დამცულმა. ეხლა ჯობ ჰილე ძლიერად გზავნის ბურთს მოედნის ზეღრმისაგან. ბურთი მოედნის შუაგულში ეშვება, თბილისელები ეუფლებიან ბარს. მას დაკარგეს წამით და ის სტუმრები მოედნის ცენტრში ნოტენია ბურთით. ყიფიანი მოძებს ახლოს ეთამაშება, ნოტენმა უარა გვერდი. შემდეგ გაექცა დარასელიასაც გადააწოდა სტაფლიუს, ისე ნოტენი აკეთ დელუივი თხოვლოს ბურთს ჩამოაწოდეს, მაგრამ დელუივის ნაცვლად ბურთი გადაარტყა, თუმცა ისი აღება გაბელიას არ გაჭირვებია. შოთა ხინჩეგაშვილი 20 წუთი რჩება შეხვედრის დამთავრებამდე. 20 წუთი ბურთს სტუმრები ფლობენ. დელუივი იქვე ხარგავს, მაგრამ ვან დეისენი აწვის აუტიდან გადააწოდა. პოსტი თამაშობს, შემდეგ სტაფლიუ თვითონვე ურტყავს ძლიერად, საკმაოდ შორიდან და არა ზუსტად. ხლაკს არბენ ბილიქებზე ერთ-ერთი ჰოლანდიელი ემზადება გამოსასვლელად. ერთად ის შეცვლიან. ამას მოგვიანებით მოგახსენებთ. ოთარ გაბელია. შვანი ებრძვის ბურთისათვის. შემდეგ უცაევი ეუფლება. გადავიდა მარცხენა ფრთაზე. შვენერად აიგდო ბურთი, აკენწლა კიდევაც. დააბრუნდა უკან. თავაზე დარასელია. და კიდევ უფრო უკან შოთა ხინჩაგაშვილს აწვდიან ბურთს. შოთამ შეაჩერა ბურთი, და შემდეგ თვითონვე წავიდა წინ, აწვდის ყიფიანს და ყიფიანმა უფრო წინ გაგზავნა იქ. იმედით, რომ თბილისელთა თავდამსხმელებიდან რომელიმე გავიდოდა წინ. იქ პროსტორეთ უცაევი უნდა
გასულიყო ან კუცეები, ან დარასელიაც იქ იმყოფებოდა. ეს ბურთი დაიკარგა, ეხლა სტუმრები ცდილობენ ბურთის დაუფლებას და აუტიდან აწყვიან ბურთს მოაწოდეს კიდევაც და ბურთმა გადახვეთა პირითი ხაზი. ასე აჩვენა გვერდით მომსაჯმა, მაგრამ თავარ მომსაჯმა კუთხური ჩამოაწოდებინა. გაითამაშეს კუთხური, შემოვიდნენ საჯარო მოედანზე. შემდეგ ხეფიანი ხიჩაგაშვილი მოიგერიეს ბურთი თბილისელებმა. სტამპლიუ დაეუფლა. პუტინგი მარჯვენა ფრთაზე შევიდა საჯარო მოედანზე, დაარტყა კიდევაც, მაგრამ ბურთი ფეხზე მოხვდა. შოთა ხიჩაგაშვილს და გავიდა კუთხურზე. მარჯვენა ფრთიდან მოაწყვდიან სტუმრები კუთხურს. ჩამოვიდნენ თბილისთან საჯარო მოედანზე, ეკავებენ ადგილებს. ასწიეს კიდევაც დატრიალებული ბურთი გამორვის მეკარე ხელით იგერიებს ბურთს. ისევ სტუმრები ეუფლებიან. შემდეგ ტროსტი თამაშობს. დაუტოვა ვერმიულენს. და კიდევ კუთხური ამჯერად მარცხენა ფრთიდან. აი ნოტენი მოვიდა ჩამოსაწოდებლად. იხრია საულ სვანაძე. საჯმა მისანიშენი ასწია გამორვის მეკარე ბურთი ხელთ აქვს. პუტინგი იყო რომ უტევდა თბილისელთა კარს. ხედავთ კადრში, შემდეგ კაბელია წინ გზავნის ბურთს, მაგრამ ის სტუმრები ეუფლებიან. ბოუენსი მოიწევს წინ, იგი მარჯვენა ფრთაზეა, დაუტოვა ნოტენს, ნოტენმა აქეთ გადმოიტანა თამაში მარცხენა ფრთაზე, გამორვის სვანაძე და ასეთქოლას მოიგერია ბურთი. და ისევ სვანაძე, იგი უკვე ეხო წინააღმდეგეთა ნახევარზეა მარჯვენა ფრთიდან. მიწევსი ნაწვდის დარასელია უფრო შორს იქით მარცხენა ფრთაზე გზავნის. საერთოდ და კვლავ თამაშგარე მდგომარეობა. თავისუფალი საჯარიმო დარტყმა. ეუგორეს მეკარეს. აი ჯო ჰილე ძლიერად ურტყავს. ჩივაძე მიიღო თავით ბურთი და ზუსტად გადააწოდა კუცაევს. კუცაევი აწვდის ყიფიანს. ყიფიანი შემდეგ თავაძე თამაშობს. დარასელია ყიფიანი კვლავ თავაძეს უბრუნებს ბურთს. ხიზანიშვილი და კაბელია. შეხვედრის დამთავრებამდე 15 წუთი რჩება. ხიჩაგაშვილი თავაძე დინჯად მიეწევს წინ, შემდეგ ძლიერად გზავნის მოედანისაკენ. იქ შვანია ეუფლება ბურთს, მშვენივრად დაამუშავა, გადააწოდა სვანაძე საჯარო მოედანზეა, გამოვიდა საჯარო მოედანს, შემდეგ აწყვდის გუცაევს, შეიძლება დარტყმა. მაგრამ საჯმა რა თქმა უნდა ეს გოლი არ ჩათვალა, აი ხედავთ მას. ამართულს თამაშგარე მდგომარეობა აღნიშნა. ბრარდი მეკითხარით ზეგან ემზადებოდა შემოსასვლელად, ახლა მზადაა შემოვიდეს მინტორზე. მოედანს კი დასტოვებს ტროსტი. თუმცა იცით რომ ფეხბურთელის შეცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა ბურთი გავა მოედნიდან. ახლა თბილისელები უტევენ ჩივაძე აწვდის ყიფიანის რომ მოძრაობა, მაგრამ წააქციეს და მსაჯის სწრაფად ნიშნავს საჯარიმოს მანძილი დაახლოებით 18 მეტრი. ახლა ყიფიანი პირისპირ გადიოდა მეკარესთან. რამდენიმე ნაბიჯის გაკეთება რომ მოესწრო და უფრო წინ
ჩადენილი იყო დანაშაული, მოიხსენებათ 11 მეტრიანი არასდებოდათ. შეცვლა მოხდა, ტროსტმა დასტოვა მინდორი, შემოვიდა სტენლი ბრარდი, ყიფიანი ემზადება საჯარიმოს დასარტყმელად. არ ჩქარობენ თბილისელები. საჯმა მისცა ნიშანი. ყიფიანი ზევიდან კედელს ზემოთ გადაუგდო იქ. თბილისელებს იქციან გაიჭრა. ჟვანია შევიდა საჯარიმო მოედანზე. ყიფიანმა ცოცხალ კედელს ზემოთ გადაატარა ბურთი, მაგრამ ჟვანია უფრო ადრე გავიდა ბურთზე და აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. ახლა სტუმრები მოაწყენა აუტიდან ბურთს. ვან დეისენი აწუდის. ეს ვერმიულენია, ჩაატოდა საჯარიმო მოედანზე. კაბელი ადგილზეა. როტერდამის ფეიენორდის შემადგენლობაში ოთარ კაბელია. ჯაკ ტროსტის ნაცვლად ნომერი 3, მე-12 ნომრით თამაშობს სტენლი ბრარდი. ილსონია უფლება ბურთს, აწუდის ნოტენს. ნოტენი ახლად შემოსულ ბრარდს. და ის სტუმრები გადმოვიდნენ თბილისელთა ნახევარზე, თბილისელებმა დაარღვეს თამაშის წესი, კერძოდ ნოდარ ხიზანიშვილმა დაჯარიმდა. გაცხარდა ვერმიულენი. სტაფიუ ურთავს, ჩააწოდა საჯარიმო მოედანზე, გამორბის კაბელია, ბურთი ხელთა აქვს. Внимание. В роттердамском клубе Фейнорд замена. Вместо Джак Трост номер 3. ცოტა დრო რჩება შემოდის დამთავრებამდე. Номером Стэнли Брард. ცოტა მეტი. ანგარიში კლუბ 3-0-ია, 3-0 წინ თბილისელები არიან. თბილისელები გადავიდნენ სტუმართა ნახევარზე, მარცხენა ფრთიდან მიიწევენ წინ, შემდეგ ცენტრში გადმოიტანეს თამაში. ეს ჩივაძე აწვდის საჯარიმო მოედანზე წინ წასულ ჟვანიას. სტუმრებმა დაასწრეს ჟვანიას, კერძოდ ნილსონმა და კუთხურზე მოიგერიეს ბურთი. აი თბილისელები აწვდიან კუთხურს, გაითამაშეს. შემოვიდნენ საჯარიმო მოედანზე. დარასელი ემოდნავ წინ გაიგდო ბურთი და დაკარგა დაეუფლა მეკარე ჰილე. ჰოლანდიელი ფეხბურთელები, მათი კაპიტანი რენე ნოტენი. შემდეგ ვან დეისენი თამაშობს, აქეთ მარცხენა ფრთაზე გადმოიტანეს თამაში. სახებათო მდგომარეობა, ბურთი ხვდება თბილისელთა ძელს, კარის ძელს. სახებათო მდგომარეობა გრძელდებოდა, მაგრამ ყიფიანმა უნებელყო. თავისი კარის მისადგომები მოიშორა ბურთი, შეტევა სტუმართა გრძელდება. შვენივად თამაში გაზაურს სვანაძემ, მოიგერია ბურთი, გამოიგერია, გამოიტანა და თვითონვე აგრძელებს სვლას წინ აწვდის მარცხნივ. უცაევი, აქეთ ჟვანია თხოვლოს ბურთს. ვერა, ამჯერად ვერ შეძლო გაქცეოდა. ნილსონს გუცაევი და თბილისელები კარგავენ ბურთს. ჰოლანდიელი ფეხბურთელები გადმოდიან შეტევაზე. მარცხენა ფრთა. დელუივი, ესე ჩივაძეა. დელუივი და ჩივაძე, გაექცა ჩივაძეს, მაგრამ კოსტავა აღმოჩნდა იქვე. შემდეგ სტაფლიუ, იქით შეუწყალეს ბურთს მიმართულება მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს თამაში, შემდეგ ასწეს საჯარიმო მოედანზე, თავი თამაშობს ნიჩეგაშვილი, სვანაძე, ჩივაძე, უცაევი, უფრო წინ ყიფიანთან. მიიღო ყიფიანმა ბურთი, შეჩერდა და აქეთ მარჯვენა ფრთაზე დაინახა წინ წასული სვანაძე, სწრაფად გადააწოდა ზუსტად. სვანაძე რამდენიმე ჰოლანდიელს შორის მოიცდა, შემდეგ უცაევი, მოძრაობა, შეტევა გრძელდება. საჯი არ აჩერებს თამაშს, რადგან ბურთს თბილისელები ფლობენ, ეს დავით ყიფიანია. გაექცა ერთს, შემდეგ მეორეს. არ ჩქარობს, არ მიიწევს წინ საჯარიმო მოედნის აქეთ. დარასელია შემოვიდა აქეთ, მოითხოვა ბურთის, მიიღო სწრაფად გადაცემა, მაგრამ ვერ შეძლო დაემუშავებინა ისე როგორც წესი და რიგი მოითხოვდა და დაკარგა. სტუმრები ეუფლებიან ბურთს, მოედნის ცენტრი.
თბილისელთა ნახევარი მარცხენა ფრთა, შემდეგ წინ პუტინგთან. პუტინგი, იქვე ახინჩაგაშვილი, მოიგერია. შემდეგ დარასელია აწვის სვანაძეს. სვანაძე. ჩივაძე. თავაძე. არა. ეს ჟვანია. ჟვანია მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა. წაემა მარჯვენა ფრთა, მისთვის ჩვეული მარჯვენა ფრთა დაიკავა. ახლა თავაძეს ბურთი აწვის ხინჩაგაშვილს, ხინჩაგაშვილი გასიზავს უკან მეკარე ოთარ გაბელიას. რა თქმა უნდა. ასე სჯობია. ჰოლანდიელები ფლობენ ბურთს. ვერმიულენი. აქეთ მარცხენა ფრთაზე გაიხსნა ბრარდი, მიიღო გადაცემა, მაგრამ ბიზანიშვილი ძალზე ყურადღებით არის აართვა მას ბურთის შემდეგ სვანაძე და გუცაევი. არა გუცაევი ორ ფეხბურთელს შორის მოექცა, დაკარგა, ვერც სვანაძემ უშველა და შეტევა ჰოლანდიელი ფეხბურთელებისა. მანდეისელი. მარჯვენა ფრთა. დარტყმა კარიდან. ოთარ გაბელია აწვის კოსტავას. კოსტავამ მიუღორა იქვე გაბელიას. ნოტენი არის გაბელიას წინ. სვანაძე. ჯარიმა. ნოტენი. დელუივი. სტაფლიუ. კოსტავა ძლიერად ურტყავს. იგერიებს ბურთს, მაგრამ გულავს სტუმრები უფლებია. ისევ ნოტენი. მაწვდის ვეისტეკერს. ნოტენი გულავ. ვერმიულენი. ჰოლანდიელი ფეხბურთელები ფლობენ ბურთს, მარჯვენა ფრთაზე გაჭრეს. ბოუენსია. საჯმეში აჭერა თამაში. დაჯარებდნენ სტუმრები. ხუთსუძე მეტი რჩება. ხუთსუძე მეტი. ოდნავ მეტი. მატჩის დასასრულამდე. და არდგეს თბილისელება საჯარიმო ბოეტის შეაწვდიან ჩივაძეს, ჩივაძე აწვდის სვანაძეს, ეს უკანასკნელი ჟვანიას. ჟვანია მარჯვენა ფრთა, მის წინჯერირობით არავინა. შემდეგ გადააწოდა იქით მარცხენა ფრთაზე, იქ გუცაევია, მიუსრო გუცაევმა ბურთს. არა, როგორც ვერ მიუსრო. გაეკცა ფრთას იქით. ჯოფჰილე. ფეინორდის მეკარე გზავნის ბურთს წინ. თავაძემ მიიღო ბურთი. შემდეგ სურდა წინ. გადაეწოდებინა დარასელიასათვის, მაგრამ ბოუვენსმა დაუყოდრა ფეხი ბურთს და ბურთმა ეწოლა მიმართულება, გადახვეთა გვერდითი ხაზი. აუდი დავაწოდეს თბილისელებმა. ეს ნიფიანია მშვენიერი სრულმოძრაობით გაიჭრა წინ, შემდეგ ზუსტად გადააწოდა გუცაევს და კარგა უკანასკნელი. ეხლა სწრაფად შეუტიეს სტუმრებმა თბილისელთა გარს. საკებათო მდგომარეობა. გაბელია თამაშობს ჩინებულად. შემდეგ კოსტავა თავგანწირვით. ეს ვერმიულენია, რომელიც იბრძვის ეხლა ბურთი თბილისელთა საჯარო მოედანზე, შემდეგ ცდილობდა მაინც ჩაეწოდებინა კარის გასვლი, მაგრამ ვერ შეძლო. თბილისელებმა აღარ აცალეს, კოსტავაც იყო და შოთა ხინჩაგაშვილი სწრაფად გაჩნდა და თბილისელებმა მოიგერიეს კუთხეზე ბურთი. თქვენ ნახეთ, რომ ძალზე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს ეხლა სტუმრებმა, რაც კიდევ თბილისელთა კარის აღებით არ დამთავრდა. ეხლა კუთხურს აწვდიან სტუმრები. გაბელია ბურთი. გაბელიას აქვს.
კარგად ითამაშა. აი იმ მომენტში თბილისელთა გოლკიპერმა იგი დროულად გამოვიდა წინ და ის წინ პირისპირ ყოფ ვერგიულენს ჩაუვარდა და არ მისცა საშუალება არავით არ იქნა საკადემიო რომ მას ბურთი კარისაკენ გაეცა. გაბელია ორი თავს ძლიერად სტაფლიუ იბრძვის ბურთის მისაღებად მიიღო კიდევაც იგი მოდის ცენტრში, მაგრამ ხელზე ხდება ბურთი და ჯამდება. დავით ყიფიანი შემდეგ იზანიშვილი აწვდის თავაძეს თამაში მარცხენა ფრთაზე გადააქვს იქ ვაჟე ჟვანია ისევ თავაძე არასუსტი გადაცემა სვანეძე საწვდიდა ბურთს მაგრამ მეტისმეტად სუსტად გაუგორა და დაჰკარგეს ეს დელუივია აუჩი გაგზავნა ბურთი კოსტავა აწვდის საუდიდან ყიფიანი Κουτσέβη, Κωστάβα, Νασίζαμς Κωστάβα, გაექცა ერთსაც მეორესაც, მაგრამ ბურთიც გაექცა გვერდით ხასიკით და სტუმრები მოაწვდიან აუტიდან. მოაწოდეს 2 წუთი რჩება შეხვედრის დამთავრებამდე 3-0 წინ თბილისელები არიან. ჩილაძე, ნილსონი სტუმრები მოედნის ცენტრში ბრარდი ცდილობდა ბურთის მიღებას, მაგრამ კოსტავამ არ აცალა. აუც სტუმრები მოაწვდიან კერძოდ სტენლი ბრარდი. მოაწოდეს სტაფლიუ გახლავთ. წაექცა თავად წაექცა. ხელით შეეყო ბურთს, შეაჩერა და რასიზამს დაჯარიმდა. თბილისელები გადადიან შეტევაზე და სტუმრები ჯარიმდებიან. არა, აუტი მოაწოდებით. ჯობ ჰილე გზავნის წინ აუტი კარგად ითამაშა პიერ ვერმიულენმა თავით თითქოს უხერხულ მდგომარეობაში იმყოფებოდა დასარტყმელად, მაგრამ მაინც შეძლო და ზუსტად გაგზავნა კარისაკენ და მეტად სახიფათოდ. მაგრამ მოწოდების სიმაღლეზეა თბილისელთა მეკარე თარგაბელია. ეს კი ზაურ სვანაძეა. ჟვანია